სპორტის მინისტრმა მაგიდის ჩოგბურთელებს რიგაში საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა 3 მედლით დაასრულათ. 19 წლამდე კატეგორიაში ანასტასია ჩხარტიშვილმა ჩემპიონობა იზემია. 14 წლამდე კატეგორიაში ანდრია ჩხარტიშვილმა მესამე ადგილი დაიკავა. 12 წლამდე კატეგორიაში კი ელენე ქობალია ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. წარმატებით დაგვიბრუნდნენ ჩვენი მაგიდის ჩოგბურთელები რიგის საერთაშორისო ტურნირიდან, სადაც წარმატებულად იასპარეზეს, აიღეს მედლები, მათ შორის ერთი უმაღლესი სინჯის მედალი, 2 ბრინჯაოს მედალი, რომელიც კიდევ ერთი სტიმულია ჩვენი მომავალი თაობისათვის, სპორტის ამსახეობის განვითარებისათვის. რიგის საერთაშორისო ჩემპიონატზე უკვე მეორე შეუძლია პირველი ადგილის დაკავება. მთელი წელი ინტენსიურად ვარჯიშობდი და ამ ტურნირის წინა ძალიან დიდი შემართებით და მოტივაციით ვიყავი და ჩემი შრომა დაფასდა. საერთო ჯამში ძალიან საინტერესო ტურნირი იყო, 8 ქვეყანილის 150 მონაწილე, ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩვენი ბავშვებისთვის ასეთი დონის ტურნირში მონაწილეობა და ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ტურნირებზე ბევრად უკეთეს შედეგს დავიღებთ.